საქართველოს იტალიის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრა დასრულებულია. ევროპის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უხერხულ მეტოქესთან იტალიასთან დამარცხდა. თუმცა ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში მოხვედრის შანსი ისევ არის, რა თქმა უნდა, წინ 3 თამაშია. დეტალებით ახლა ლუკა ჭოჭუა ისაუბრებს ლიმასოლიდან. ლუკა, პირდაპირ ეთერში ხარ, როგორ ფასდება დღევანდელი შეხვედრა? მოგესალმები ნინო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ევრობასკეტ 2025-ის მეორე ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. პირველი ნახევარი ამ დაპირისპირებისა თანაბარი გამოვიდა. პირველი მეოთხედი 8 გოლიანი უპირატესობით მოიგო ესპანეთის ნაკრებმა ანგარიშით, იტალიის ნაკრებმა უკაცრავად ანგარიშით 18-10, რასაც მოჰყვა მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრების მხრიდან მატჩის შემოbrunება 22-14 და ყაიმით გავედით შესვენებაზე. თუმცა აი მეორე ნახევარში უკვე გამოიკვეთა მესამე მეოთხედში იტალიის ნაკრების უპირატესობა. ყველაზე უფრო ძიმე ჩვენი გუნდისთვის იყო დასკვნითი მეოთხედის პირველი წუთები. აი ამ მეოთხედში თავიდანვე ანგარიშით 13-0 ჩამორჩით მეტოქეს და აქ პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი. მიუხედავად დასკვნით პერიოდში ანგარიშია ქომაგები ბოლომდე გულხურვალე დაამხნევებდნენ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს. მატჩს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე საქართველოს სპორტის მინისტრი შაუა გოგოლაძე და ისინიც ცხადია ამხნევებდნენ ქართველ კალათბურთელებს მატჩის მიმდინარეობისას. ჩვენთან ერთად ახლა არის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ კიტიშვილი და სწორედ მასთან ერთად შევაფასებთ რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ დაპირისპირებას. ნიკა, თუ შეიძლება, მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ. ძიმე შეხვედრა გამოვიდა განსაკუთრებით ამ დაპირისპირების მეორე ნახევარი. რა იყო იმის მიზეზი, რომ ვერ მოახერხა იმავე ხარისხის ჩვენება მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა, რაც ჰქონდა პირველ ნახევარში? მოდი პირველ რიგში ესე ვიტყვი რა, მინდა გულშემატკივრებს მიულოცო გუშინდელი გამარჯვება და ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუშინდელი გამარჯვება. და მით უმეტეს ესპანეთთან, იმიტომ რომ ამ მოგებამ შეიძლება ხვალ დაუშვა თუ ესპანეთმა იტალიას მოუგო, ჩვენ კიდე გვეძლება შესაძლებლობა იმისა, რომ შეიძლება მეორე ადგილი დავამთავროთ. ნუ რა თქმა უნდა, კიდე ორი თამაშია მოსაგები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბოსნიასთან და კიპრთან და კალათბურთია მოკლედ ხდება. მქონდა ძალიან ესეთი ბევრი შეცდომები, სამწუხაროდ საჯარიმოს ხაზი ვერ გამოვიყენეთ მაქსიმალურად. რაშიც დიდი გარღვევა ჰქონდა. იყო მომენტები, როდესაც არ მინდა ეხა დავაბრალო ცოტა არაპროფესიონალურად არ გამომივიდეს მსაჯებზე ლაპარაკი და ჭორიკნობა. მაგრამ იყო რაღაც მომენტები, რომელიც ძალიან გადამწყვეტი მომენტებში არასწორი ესე ვთქვათ კოლით დასვენით თამაში ესე ვთქვათ გატყდა. სავარაუდოდ ეხლა ბიჭები მაქსიმალურად გააკეთებენ აღდგენას, გაივლიან იმ შეცდომებს, რაც იყო მოედანზე ამ თამაში. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა თუ ამ გუნდს მოუგებდით დღეს, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ადვილი გუნდი არ არის ეს და შანსი იმისა, რომ მოიგებდით იყო 50-50-ზე. ყველაფერი წინ არის ჯერ კიდევ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები დარჩა, ასე რომ ყურები არ ჩამოვყაროთ, ეს იტალიის წაგება ბევრს არაფერს არ წვიდავს. ჩვენი მიზანი რაც იყო თავიდანვე, ეს იყო ბოსნიასთან მოგება და კვიპროსთან მოგება, ასე რომ ყველაფერი წინა გვაქვს. ყურები არ ჩამოვყაროთ. დიახ, ხვალინდელ შეხვედრაზეც რო ვისაუბროთ, თქვენ ახსენეთ უკვე და იდეაში თქვენ აზრს გავაგრძელებ. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა დღევანდელი მატჩის შედეგით, პირველი მატჩის შედეგმა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უკეთეს შანსი მოგცა იმისა, რომ ჩვენი მიზანი შეგვესრულებინა, თუმცა ამოცანა ისევ იგივეა ჯგუფში, იმდენი მატჩის მოგება, რომ გავიდეთ პლეი-ოფში და ვითამაშოთ რიგაში. რა თქმა უნდა, ყველა მოგება მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ მე მაინც ეს ცუნელის გადასაწყვეტია. უბრალოდ მაინც მე ფოკუსირებას გავაკეთებდი ბოლო ორ თამაშზე. დღეს ძალიან დიდი ომი ჰქონდა ბიჭებს და ხვალინდელი კიდე ესეთი ბრძოლა ალბათ კიდე უფრო დაგულის რა და არ ვიცი, ცუნელის გადასაწყვეტია ეს, რომ მაქსიმალურად მე ვფიქრობ, რომ აჯობებს, რომ ბოსნიასთან და კვიპროსისთვის მომემზადოთ. ძალიან დიდი მადლობა ნიკა იმისთვის, რომ იყავი ჩვენთან. მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი წარსულში თავადაც კალათბურთელი საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ კიტიშვილი გვესაუბრებოდა მცირე ხნის წინ საქართველოსა და იტალიას შორის დასრულებული საკალათბურთო დაპირისპირების შესახებ. ხვალ საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი აქვს, იმავე დროს დაიწყება, მას იხილავთ საქართველოს პირველი არხის ეთერში და ვუსურვოთ ჩვენს გუნდს წარმატება ხვალინდელ
შეხვედრაშიც და განსაკუთრებით ბოლო ორ მატჩში, რომელზეც თავად ნიკოლოზმაც გააკეთა აქცენტი, რადგან ეს ორი მატჩი გადაწყვეტს იმას თუ როგორ რა პოზიციით გავა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. დიდი მადლობა ლუკა, ეს იყო ლუკა ჭოჭოა ლიმასოლიდან, წარმატებები უსურვოთ ქართულ კალათბურთელებს.